აქვე გეტყვით, რომ სულ მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ეთერში ასე ვთქვათ, დადგება, განცხადებ ბრიფინგს გამართავს, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის 1,200,000-მა ამორჩეველმა, რაც პრინციპულად თანხმედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მაჩვენებლებთან. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის სახელით მადლობა მინდა გადავხადოთ თითოეულ ამორჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ამასთან მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო ამორჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული ამორჩევლის ხმას შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში, ამორჩეველს აქვს შეასრულება მშვიდად, ყოველგვარი სახის ეწოლისგან და ზემოქმედებისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. გასტომებთ, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად ქართული ოცნება დამაჯერებლად იგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემებით უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70%-ზე მაღალი შედეგი ქართული ოცნების სასარგებლოდ. ხალხის ეს ოდენ მაღალნდობას ძალიან ვაფასებ და კიდევ ერთხელ ვიძლევთ პირობას, რომ ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ. დიდი მადლობა. თუ არის შეკითხვები? მოგესალმებით. ორი კითხვა მექნება. პირველ რიგში ბატონო ირაკლი, როდესაც ხდება მოსახლე აქტივობის შედარება 2014-17 წლებში. ალბათ საინტერესო არის მაყურებლისთვის, რატომ კონკრეტულად ამ ორ წელთან და არა 2021-თანაც, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. დიახ, ჩვენ ვადარებთ ორ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მის აქტივობას. 2021 წელი გახსოვთ, რომ იყო სპეციფიური, რომელიც გაუთანაბრეს საპარლამენტო არჩევნებს, გამომდინარე იქიდან, რომ დაწესებული იყო ეგრეთ წოდებული 53%-იანი საარჩევნო ბარიერი. 53%-ის ვერ მიღების შემთხვევაში ქართულ ოცნებას გახსოვთ, ეგრეთ წოდებული მიშელის შეთანხმების თანახმად უნდა დაენიშნა რიგარეში საპარლამენტო არჩევნები. აქედან გამომდინარე იყო განსხვავებული კონტექსტი, რა პირობებში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წელს, შესაბამისად ამ არჩევნების შედარება აქტივობის კუთხით 2021 წლის არჩევნებთან არ არის რელევანტური, შესაბამისად ჩვენ ვადარებთ ამ არჩევნებს სწორედ 2014 და 2017 წლის სტანდარტულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და იქ დაფიქსირებულ აქტივობას. ჩემი კიდევ ერთი კითხვა უკავშირდება პროცესს, რომელიც ახლა ქუჩაში იმართება, უფრო ზუსტად აი თქვენ ამბობთ, რომ ამ დროისთვის 1,200,000-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. ვიდრე მედიასთან ჩამოხვიდეთ, ალბათ ნახეთ კადრები დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან. თქვენი გადმოსახედიდან რეალურად სად დგას ქართველი ხალხი, ამაზე არის პრეტენზიები იცით ოპოზიციის მხრიდანაც, რომ ქუჩაშია დღეს რეალურად ქართველი ხალხი. 1,200,000 ამომრჩეველი უკვე მისული და კადრები, რომელსაც ვხედავთ ცენტრალური გამზირიდან. 8 საათზე ამოიბეჭდება საარჩევნო ოქმები და დაფიქსირდება საბოლოო საარჩევნო შედეგები, მათ შორის ქართული ოცნების საარჩევნო შედეგი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით თანხმედრაში იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგი იმ შედეგთან, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ აქტივობა თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე არის შედარებით დაბალი. როდესაც მილიონზე მეტი ამორჩეველი გიჭერს მხარს, ყველაფერი არის რა თქმა უნდა ნათელი და რაც შეეხება რაოდენობას, რომელიც დაფიქსირდება დღეს თბილისში, იქნება ამ მაჩვენებელზე დაახლოებით 100-ჯერ ნაკლები. შესაბამისად ამაზე საზოგადოება თავის დასკვნებს ბუნებრივია გამოიტანს. ბატონო, ოპოზიციის ლიდერები ისევ საუბრობენ, რომ დღეს ექნება სიურპრიზი და მოლოდინი რომ იქნება მშვიდობიანი რევოლუცია. თქვენ ამ დღების განმავლობაში სულ აკეთებდით განცხადებას, რომ კანონი არავინ არ უნდა დარღოს და მშვიდობიანი გამოხატვის უფლება ყველას აქვს. მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებთ? ან რა ინფორმაციები გაქვთ, რა შეიძლება მოხდეს დღეს? არსებობს ორი თეორიული სცენარი, ჩვენ რომ ვიმარჩიელოთ, ორი თეორიული სცენარი არსებობს. ერთი არის, როდესაც მშვიდობიანად იმართება შეკრება და ასეთ შემთხვევაში მარტივად შეგრებებიან და იშლებიან, ეს არის და ეს. და მეორე თეორიული სცენარია, როდესაც ისინი გადადიან ძალადობაზე, როდესაც ისინი ცდილობენ მაგალითად შტორმი განახორციელონ კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების მიმართ ან იცალოდონ პოლიციელებს და ეს შემდეგ, ხო?
ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ ძალიან მკაცრ კანონის მიერ პასუხს, პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს კანონის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ძალადობა ვერ დარჩება უპასუხოდ. კითხვა მაქვს, ვიცით რომ არჩევნებს აკვირდებიან უცხოელი დამკვირვებლები, ისინი პირველ შეფასებებსაც აკეთებენ, მთელი დღის განმავლობაში საუბრობენ, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, რომ ხმის მიცემის პროცესი არის თავისუფალ გარემოში. როგორ ფიქრობთ, მათი შეფასებები გავლენას მოახდენს თუ არა? ევროპიდან გაკეთებულ შეფასებებზე ამას მათ შორის იმიტომაც გეკითხებით, რომ როგორც ვიცით, კოპენჰაგენში თქვენი ვიზიტის პერიოდში გაკეთდა გარკვეული მინიშნებები მის შესახებ, რომ საქართველოს უნდა მოусმინოს ევროპელმა ლიდერებმა საქართველოსაც უნდა მოусმინონ. ამ ფონზე დამკვირვებლების შეფასება შეიძლება იყოს თუ არა რაიმე გავლენის მქონე იმ ადამიანებზე, რომლებიც მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოს. ზოგადად ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და როცა ტარდება მუნიციპალური არჩევნები, მიღებული პრაქტიკა არც არის უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლა ქვეყანაში, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოში დღეს არიან უცხოელი დამკვირვებლები, მთლიანობაში 8000-ზე მეტი დამკვირვებელი აგვირდება ამ არჩევნებს, საიდანაც არის ძალიან ბევრი უცხოელი. რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა ქონდეს თავისი მნიშვნელობა. ყველა ხედავს იმ ობიექტურ სინამდვილეს, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ გარემოში, თავისუფალია ეს არჩევნები ყოველგვარი ტიპის ზეწოლისგან, მუქარისგან, მოსყიდვისგან და ამ შემდეგ ეს არის ის საერთო სურათი, რომელიც დღეს აშკარად ჩანს და არის სრულიად თვალნათელი. ეს არის ობიექტური შეფასების ერთადერთი მყარი საფუძველი. მოგესალმებით, კესო-ქაფიანიძე რუსთავიერი. ბატონო ირაკლი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ დრომდე 5 ლელოს წევრი ტოვებს პარტიას, სოციალურ ქსელში გავრცელეს განცხადება და ამბობენ, რომ ემიჯნებიან ძალადობას. ასევე გახარიას სამცხე-ჯავახეთის პირველმა ნომერმაც დატოვა პარტია. რას ნიშნავს და რას ემსახურება და რატომ ხდება ეს მათ პარტიებში? ერთი რომ ზოგადად ამ პარტიებში არის რთული მდგომარეობა, საკუთარი ქმედებებით, საბოტაჟით მათ მიუყვანეს საკუთარი პარტიები ასეთ მდგომარეობამდე, არა თუ ადგილობრივი წარმომადგენლები, მათი ლიდერებიც კი ტოვებენ პარტიას, ამის არაერთი მაგალითი იყო კონკრეტულად რელოს შემთხვევაში, ასევე გახარიას პარტიის შემთხვევაში და ამ ფონზე არავის უკვირს, რომ ადგილობრივი წარმომადგენლებიც ტოვებენ ამ პარტიებს, მით უმეტეს რელოს შემთხვევაში, იმ ფონზე, რომ ამ პარტიამ პირდაპირ გამოუცხადა მხარდაჭერა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის მცდელობას, რომელიც დაანონსა მათმა მეგობარმა პარტიამ, ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობამ და მათთან ერთად იყვნენ მოგეხსენებათ კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფებები. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ რელოსიც არიან წევრები, რომლებსაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა და არ სურთ არეულობის მცდელობაში მონაწილეობაც კი. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პროცესი. კიდევ ერთი კითხვა მექნება, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზენტაციაც წარადგინა იმ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რასაც მთელი დღის განმავლობაში აქვს ადგილი და ვრცელდება სხვადასხვა მედია საშუალებების მხრიდან სხვადასხვა ინფორმაცია, მაგალითად ხაშურის უბანზე, ასევე ახალციხეში ორმა ადამიანმა ერთად მისცეს ხმაო, თუმცა მე როგორც ბატონმა შალვამ აღნიშნა, ეს არ იყო სიმართლე. რას ემსახურება ეს და მთელი დღის განმავლობაში რატომ აქვს ამას სისტემატიური სახე? ამაში სიახლე არაფერია, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ტარდება ჩვენს ქვეყანაში არჩევნები, კონკრეტული მედია საშუალებები ავრცელებენ 1000 ტიპის ცრუ ინფორმაციას, დეზინფორმაციას და ამის მორიგი გამოვლინება ის ფაქტები, რაც თქვენს დაასახელეთ, ხო, ეს არის მოძოლებული, ასე ვთქვათ, ტრიუკი, როდესაც არჩევნების დღეს 1000 სახის დეზინფორმაციით ცდილობ გახვიდე ფონს და ზიანი მიაყენო არჩევნების საერთო სურათს. ყავთ როგორ კონტექსტში საარჩევნო ციკლი სრულდება, ხო, თვითმმართველობის არჩევნებით იყო საპარლამენტო, შემდეგ პრეზიდენტი არჩეთ და ეხლა დღეს არჩევნები არის თვითმმართველობის. როგორი იქნება ქართული ოცნების პოლიტიკი ხვალიდან? რაზე იქნება მთავარი აქცენტი მთავრობის, პარლამენტის და საერთოდ გუნდის იმ რეალობაში, რაშიც დღეს ვართ, ხომ, ოპოზიცია არის ქუჩაში, ქართული ოცნება ამბობს, რომ არ დაუთმობს არაფერს კანონიერი ფარგლებს იქეთ არ გაუშვებენ. რა იქნება ხვალიდან თქვენი პოლიტიკა? ყველაფერი ძალიან კარგად იქნება მშვიდად. ჩვენ გვაქვს 3 წელი საპარლამენტო არჩევნებამდე. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ნდობა,
რომელიც გამოგვიცხადეს სამორჩეულებმა ჯერ საპარლამენტო არჩევნებზე და ახლა უკვე გვიცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მით უმეტეს რომ მონაცემები არის მართლა ძალიან შთამბეჭდავი და მაღალი. გარდა იმისა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვიხარია ასეთი ხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ეს ჩვენ გვაკისრებს დამატებით განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ იზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე. თქვენ იცით, რომ ტენდენციები გვაქვს ძალიან კარგი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ბუნებრივი ეკონომიკის განვითარება. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით და რა თქმა უნდა ჩვენი ერთ-ერთი პასუხისმგებლობა ამ ტენდენციის შენარჩუნება, ასევე ძალიან ამბიციური პროექტები გვაქვს იგივე ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რაც ეხება ქვეყნის განვითარებას და თავიდან ბოლომდე ვიქნებით ამაზე კონცენტრირებული. შემდეგი 3 წლის განმავლობაში გულისხმობს საპარლამენტო ციკლს და შემდეგი 4 წლის განმავლობაში ამ შემთხვევაში გულისხმობს შემდეგ მუნიციპალურ ციკლს. დავაზუსტებ ამ კითხვას საგარეო მიმართულებით. თქვენ ამბობდით ამ თვეების განმავლობაში, რომ ყველაფერი უკავშირდებოდა არჩევნებს, იმისათვის, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეცვლილიყო ქვეყანაში. საგარეო მიმართულებით რას ელოდებით? იქნება თქვა გადატვირთვა, იგივე დასავლეთის მიმართულებით, იგივე ევროპული ქვეყნების მიმართულებით, ვინაიდან ამბობდით, რომ უცხოური პოლიტიკოსების ჩარევის მიზანი იყო ერთ, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ჩვენ ხელი გვაქვს გაწოდილი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ასევე ევროკავშირის მიმართ და მოთმინებით ველოდებით საფასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, ხო? ჩვენ ძალიან მკაფიო განცხადებები გვაქვს გაკეთებული, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ მოთმინებით ველოდებით საფასუხო ნაბიჯებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა აქციასთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის გამოსული ხალხი ქუჩაში. რა პასუხი გაქვთ ამ ხალხისთვის? არჩევნების პარალელურად იმართება ქვეყანაში დიდი პროტესტი. რა პასუხი გაქვთ ამ ხალხისთვის? თქვენ ხედავთ როგორია რაოდენობა, ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად გონია რომ ხიარულად დაიშლება ეს შეკრება. ეს არის ჩემი ერთ-ერთი შეფასება, რაც ჩემი გაქვს. გეცოტავთ ხალხი დღესაც ქუჩაში? თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები. დიახ, ნახეთ კადრები, ამიტომ გეკითხებით. ხო, რომელი კადრები ნახეთ? თავისუფლის მოედანზე მაგალითად ნახეთ კადრები, რამდენი ადამიანია, ძალიან ცოტაა. ძალიან ცოტა რამდენი არის ბატონო ირაკლი? ძალიან ცოტა არის, ძალიან ცოტა. რაც თვალით ჩანს. ეს ყველაფერი ჩანს თვალით და თვალით ჩანს რომ არის ძალიან ცოტა. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელიც არის რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში. არის ჩვეულებრივი პარტიული აქცია, რომელიც დაანონსდა გამომდინარე წირი ხარდაჭერიდან, რომელთაც სარგებლობს კოლექტიური ნაცმოძრაობა, რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი. კითხვასაც დაგისვამთ, ჯერ არჩევნები არ დასრულებულა, 8 საათამდე არის დრო, თუმცა ქართული ოცნება წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ზეიმობთ და ამბობთ, რომ 70%-იანი მხარდაჭერა შეიძლება გქონდეთ. წინასწარ რატომ გაქვთ ასეთი მოლოდინები, როდესაც არჩევნების შედეგები ჯერ უცნობი არის? ჩვენ გაგიზიარეთ ჩვენი შტაბების მონაცემები, ყველა პარტია მუშაობს აქტიურად ამ მორჩეველთან, შესაბამისად ხდება მონაცემების დამუშავებაც და ეს არის ჩვენი შტაბების მონაცემები. რაც შეეხება საბოლოო მონაცემებს, ისინი გასაჯაროდება ბუნებრივია ცესკოს მიერ 8 საათის შემდეგ. რაც შეეხება ზეიმს, ჩვენ არ ვჩქარობთ ჯერჯერობით ზეიმს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ 8 საათზე აუცილებლად მოგვიწევს ზეიმი. ამ ზეიმში იქნება თუ არა ბიზინა ივანიშვილიც პარტიაში? მოდით ეს ჩვენს სიურპრიზად დავტოვოთ. ბიზინა ივანიშვილს ელოდებით, იმიტომ რომ როგორც ჩვენ ნახეთ, არის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღების მცდელობა და რაც დავინახეთ, ესე იგი ელოდებით ივანიშვილს იქნება ის აქ. ნახოთ, დავიტოვოთ სიურპრიზად. მადლობა. კითხავთ მეც თუ შეიძლება, ხო, აშკარაა რომ ემზადებით რომ აღნიშნოთ ის გამარჯვება, რომელსაც აანონსებთ, თუმცა რატომ არ აღნიშნოთ ამას ქართულ ხალხთან ერთად, როცა ამტკიცებთ, რომ ამ ხალხის უმრავლესობა არის სწორედ თქვენი პოლიტიკის მხარდამჭერი და თან ამბობთ, რომ დღეს ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება გელოდებათ. რატომ მხოლოდ პარტიის ოფისში ხართ ისევ ჩაკეტილი და აი ამ იზოს არ გასცდა თქვენი ზეიმი? თქვენ იცით, რომ სტანდარტულად ჩვენ ასეთი სახით აღნიშნავთ ხოლმე არჩევნებში გამარჯვებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი ხარდამჭერი, წინ არჩევნების დაფიქსირდა 1,100,000 ამორჩეულის ხარდამჭერა და აქაც ველოდებით დაახლოებით იგივე შედეგს. ეს არის საერთო სურათი, ხო, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება აღნიშნავს, ამას აქვს თავისი სტანდარტული
ტრადიცია და ამ ტრადიციას ამ მივყვებით. ტრადიციის ნაწილი რადგან არ არის? ის ხალხი, ვისაც თქვენ მიიჩნევთ საკუთარ ამომრჩევლად და მხარდამჭერად. რაც შეეხება ხალხთან ერთად ჩვენი გამარჯვების აღნიშვნას, ამას გავაკეთებთ შემდეგი 3 და 4 წლის განმავლობაში, როდესაც სწორედ ხალხის ჩართულობით და ხალხთან ერთად ჩვენ ყველა ერთად აღნიშნავთ მაგალითად კონკრეტული პროექტების განხორციელებას, ძალიან შთამბეჭდავი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვიყავით ერთადერთი პარტია, ვინც იყო ურთიერთობაში ხალხთან. კამპანიაც კი არ ჩაუტარებიათ, არიან კანდიდატები, ქუთაისში ერთადერთი კანდიდატი ყავდა რადიკალურ ოპოზიციას, ქუთაისშიც კი არ ჩასულა. წარმოიდგინეთ, ჩვენ მუდმივი ურთიერთობა გვქონდა ხალხთან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც იყო წინასაარჩევნო პერიოდი, არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ხალხთან. მუდმივი ურთიერთობა ხალხთან, საზოგადოებასთან, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგაც. ეს კონკრეტულად რამ შეგიშალათ ხელი, რომ გასულიყავით ქუჩაში და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად გეზეიმათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს გამარჯვება. ის აქცია ხომ არ გაითვალისწინეთ, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს და რომელზეც ამბობთ, რომ ესო ძალიან სუსტი შეკრებაა. თუ სუსტი შეკრებაა, ეს ხომ არ იყო სინამდვილეში სწორედ ფაქტორი, რის გამოც თქვენ ვეღარ გაბედეთ დღეს უკვე ქუჩაში გასვლა. წელს ვაკეთებთ იმისგან განსხვავებულ რამეს, რაც გავაკეთეთ ან შარშან, ან 2021-ში, ან 2020-ში, ან 2000. ყველა ჯერზე იყო თქვენი მისამართით ეჭვი, რომ ამას ვერ ბედავდით სწორედ. ახლა ანუ გამოდის, რომ არ რელევანტურია თქვენი შეკითხვა, იმიტომ რომ დაუკავშირეთ აქციას, რომელიც არ იყო მაგალითად შარშან. შარშან არ იყო აქცია, მაგრამ მაინც იგივე ტრადიციით. არ უნდა გამოვიწყოთ, რომ დამატებითი ფაქტორი თქვენთვის დღეს არის ეს აქციაც. ახლა გადავხედით დამატებით ფაქტორზე და მოდით ნუწოლობთ, დაელოდეთ ჩვენ სეიმს და დაელოდეთ საკუთარ ტრაგედიას. მადლობა. ერთი დაზუსტებაში. შეიძლება ასევე აქტივობაზეც, რომელიც იქცევს ყურადღებას იმით, რომ ახლა არ მონაწილეობს ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამ პროცესში და როგორც სესკოს მონაცემები აჩვენებს, აქტივობა მოქალაქეების არის დაახლოებით იმდენივე, თუ არ ვცდები, რამდენიც თქვა 2021 წელს იყო, როცა ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყო ჩართული პროცესში. რამდენად ლოგიკურია ეს ამის ახსნა როგორ შეიძლება? 21-ს არ იმეორებს 2014 და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობას. ლოგიკა არის მარტივი. ვინც ჩვენ დაგვიჭირა და ბევრად არ ჩამორჩება 2021, ხო? ბატონო? ბევრად არ ჩამორჩება 2021. ბევრად ჩამორჩება, იმიტომ რომ 2021 იყო, 2021-ში იყო 1.800.000-ზე მეტი ამორჩეველი. რაც შეეხება ამორჩევნებს 8 საათისთვის სავარაუდოდ დაფიქსირდება 1.5 ამორჩეველი, ანუ სხვაობა დიდია. დაახლოებით ხმების რაოდენობას თუ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ მონაწილეობს ამ ანუ აიღეთ ნაცმოძრაობის და ეს ახალი ხმები და დაახლოებით ემთხვევა ეს სხვაობა მათ ხმებს, ხო? დაახლოებით დამთხოვა. ამიტომ თქვენ ლოგიკას თუნდაც ადარებდით აი 2014 წელს, ხო და 2017 ახსენეთ. ახლა მაგას ახსნით, რაც შეეხება. მაგას ახსნას რაც შეეხება. მარტივად არის საქმე. ჩვენი ამორჩეველი იყო აქტიური, იყო მობილიზებული. და შესაბამისად ვინც ხარი დაგვიჭირა წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ისინი თითქმის მთელი შემადგენლობით გამოვიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზეც, იქნება ალბათ მაინც მცირე კლება გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ეს ახასიათებს. რაც შეეხება ოპოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, არა მარტო ახალმა და ნაცმოძრაობამ, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, მთლიანად რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარ ამორჩევლს გაუცრუა იმედები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. აქედან გამომდინარე, მათ ნაწილში არის კლება. ანუ ჩვენ მინარჩუნებთ დაახლოებით 1.100.000-მდე ხმას, ოპოზიცია იღებს 400.000 ხმას და ასე დაждდება დაახლოებით 1.5 ყველაფერი არის ძალიან ლოგიკურად დალაგებული. თქვენ თქვით, რომ ძალიან ცოტა ხალხი არისო ქუჩაში. თუმცა დღეს ჩვენ ვნახეთ საპოლიციო ძალების საკმაოდ დიდი მობილიზება თუ პარლამენტში, თუ საკრებულოში და ასე შემდეგ. თუ ასეთი ძალიან ცოტა ხალხი არის ქუჩაში, მაშინ რაში გჭირდებოდათ ასეთი გრანდიოზული მომზადება პარლამენტის ეზოში, როგორც კადრებში ჩანს, მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ არის, სპეცრაზმელებით არის სავსე და არა მხოლოდ პარლამენტის ეზოში. თუ ასეთი ცოტა ხალხია, რაში გჭირდებოდათ ამდენი მადლობა შეკითხვისთვის. საპოლიციო ძალები და ზოგადად სამართალდამცავი ორგანოები არის მობილიზებული სტანდარტული პროტოკოლების მიხედვით. თქვენ გახსოვთ, იგივე შარშან წინ არაერთი მცდელობა ჰქონდათ, 4 მცდელობა ჰქონდათ გასული 4 წლის განმავლობაში განახორციელებინათ რევოლუცია და ჯამში მაშინ ძალადობდა ერთბაშად 500-დან 1000 კაცამდე. თუმცა ამას დაჭირდა შესაბამისი ძალოვანი რესურსი, რომ მოგერიებულიყო
შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე. აქაც სტანდარტული პროტოკოლებით არის მობილიზებული სამართალდამცავი უწყებები და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. პროპორციული ძალა დაუპირისპირდება ნებისმიერ ძალადობის ცდელობას, თუ ასეთი ცდელობა განხორციელდება. ან დარბევა დღესაც შეიძლება იყოს პროპორციული ძალის დაპირისპირებას გულისხმობ წინაზე ეს ვნახეთ. დარბევა არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა, თუ რაიმე შეიძლება ეწოდოს დარბევა, ეს იყო ის ძალადობა, რომელსაც მიმართავდნენ მიტინგის მონაწილეების სამართალდამცავი უწყებების მიმართ. რაც შეეხება პოლიციას, მთლიანად სამართალდამცავ უწყებებს, მათ დაშალდეს შეკრება, როდესაც ეს იყო საჯარო სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში თუ ვინმე წაუწდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებს შესაბამის პასუხს, პროპორციულ, მაგრამ მკაცრ პასუხს. ერთსაც გითხავთ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვხედავთ სიებით როგორ არიან საარჩევნო უბნებზე ადამიანები, ასევე რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა თანხის გადახდის შეთავაზებები და ასე შემდეგ. მაისურებს იფარებდნენ სახეზე და ისე გარბოდნენ მთელი რიგი უბნებიდან. არის თუ არა ეს ამორჩევლის ნების კონტროლი და ეს სიებით შეიარაღებული ადამიანები ყველა არჩევნებზე რატომ აკონტროლებენ ამორჩევლის ნებას? თანხის გადახდა არსად არ დაფიქსირებულა, რაც შეეხება ამორჩევლის მობილიზაციას, ეს არის სტანდარტული პრაქტიკა გავრცელებული დემოკრატიულ ქვეყნებში. მე მახსოვს თავის დროზე აირაი ვიტარებდა ტრენინგებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდარიყო ამორჩევლის მობილიზება, მათ შორის როგორ უნდა მდგარიყვნენ ადამიანების სიებით, როგორ უნდა დაერეკათ ამორჩეულთან საჯაროების შემთხვევაში მისულიყვნენ სახლში და გარს დაეგოკვინებინა და შემდეგ ეს არის სტანდარტული პრაქტიკა, რაც გამოიყენება დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მადლობა. თქვენ უსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, რომელმაც სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე არჩევნების ამ დროის მონაცემები შეაჯამა, შემდეგ კი უკვე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.